ამას გარდა უსამართლობასაც განიცდი რა. იმიტომ რომ იდეაში კანონსაც რო ჩახედო. კანონში წერია რომ თვითნებურად გადაკეთებული მაყუჩი არ უნდა გქონდეს. იქ ხო არ წერია არაფერი ქარხნული იქნება თუ არა ქარხნული იქნება, არაფერი შუაში არ არის, ხო? იქ კანონთან არაფერი საერთო მაგას არ აქვს. რაღაცნაირად მე ახსრულებაში წესი შემოვიდა რომ აი შენ არა ქარხნული მაყუჩი გიყენია, აი Google-ში ფოტო ვნახე და აქ ეგეთი არ უყენია, შენ სხვანაირ გიყენია და ეს უნდა წავიყვანო. და ნუ რატომ იყავს ხო ეს მაყუჩი ახლა მე მაგალითად რაც მიყენია M4 მიყენია რომელიც არის კონკრეტულად ჩემი მოტოციკლეტისთვის აი წკაპ აიგრებმეო არც რაღაც ეგრეთ წოდებული სვარკა არ სჭირდება არც გადაჭრა არც გადმოჭრა ხო მთლიანად ეგება კანონში იდეაში კანონს აკმაყოფილებს ეს ყველაფერი რაც მე მაქვს მაგრამ მოვა პოლიციელი და აუცილებლად წამართებს ხო თან მე გადაკეთების მომხრეც ვარ ანუ აგიხსნით ახლა რა ანუ უნდა იყოს უბრალოდ ხმა საზომი რაღაცა მიღებული რაღაცა ერთეული რასაც თუ არ ღვევ მაშინ დამაჯარი მე რა იმიტომ რომ ნახეთ ამასთან თქონა კამათი მაგალითისთვის ეგრეთ თვითნებურად გაკეთებულების შემთხვევაზე იყო ეს კამათი საკმაოდ მაღალ ჩინის ადამიანებთან ანუ ვაჩვენე ავტომობილები რომელიც ავტომობილებზე მაგ შემთხვევაში საუბარი მოტოს ცოტა ხანი გვერდზე გავაჩოჩოთ ვაჩვენე ამერიკაში გაკეთებული სასწაული ავტომობილები, აი სასწაული გაკეთებული, რომელიც ბევრი მილიონი ღირს იმდენად მაგრამ დაღვევე პიკაპები, რაღაც დაბლა დაწეულია, ძველებური, რაღაც რეტროები, რაღაც ანუ ბევრნაირი ავტომობილი და კითხვა დავსვი ესეთი რა, მე ხო ლამაზია, ხო, ანუ რატო არ შეიძლება რომ რაღაცა მსგავსი საქართველოშიც კეთდებოდეს რა? ანუ ვიღაცას მოუვიდა იდეა, აქვს იმის რესურსიც, რომ გააკეთოს ძალიან მაგარი, ძალიან ლამაზი რაღაც ისეთი რითაც ეხლა ჩვენ რო ვათვალებთ სურათებზე აი ამერიკაში ვახრა მაგარი გააკეთეს რატო არა ვიღაცაც ათვალებთ რომ ჩვენც რაღაცა გავაკეთეთ მაგარი რა ანუ თუ ამ ყველაფერს გავსხლავთ და აკრძალავთ ხო ანუ იმაზე წინ ხო არა ვართ ეკონომიკაში ხო არ ვართ ხო უკან ვართ თუ ამ რაღაცებსაც შავსხლავთ მაშინ საბოლოო ჯამში მივიღებთ რომ ვიქნებით რაღაც ზომბებს დავემსგავსებით რა ყველაფერი ერთნაირი მანქანები ერთნაირი ქმედებები ერთნაირი ხო ყველაფერი ერთნაირი ну მაშინ რით განსხვავდებით საბჭოთა კავშირისგან მან მივიდიოდი ზუსტად რა რით განსხვავდებით იყო მოსკვიჩი ვოლგა ჟიგული ეგ იყო და